ვარსკვლავები გაზის ვეებერთელა ღრუბლებში არანორმალურად მკვრივ რეგიონებში იბადებიან. როგორც წესი, ასეთი ღრუბლები ჩვილი ვარსკვლავებითაა გადაჭედილი, რომელთაგან ზოგიერთი ერთმანეთთან იმდენად ახლოს მიდის, რომ ერწყმიან. ზოგი კი დანარჩენ ცხოვრებას ერთად, ერთმანეთის გარშემო მოძრაობაში აგრძელებენ. ირმის ნახტომის ვარსკვლავთა უმეტესობა სწორედ ასეთ სისტემებშია მოქცეული. როდესაც ღამის სას ახედავთ, ვარსკვლავთა ნახევარზე მეტი, რომლებსაც ხედავთ, სინამდვილეში რამდენიმე ვარსკვლავია, მაგრამ უშორესი მანძილის გამო უბრალოდ ვერ არჩევთ და ერთი ვარსკვლავის სახით ხედავთ. მრავალვარსკვლავიან სისტემათა აბსოლუტური უმეტესობა ჯერ არ აღმოგვიჩენია. ეს აღმოჩენა კი იმაზე მიუთითებს, რომ სამყაროში ასეთი სისტემები იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია. სწორედ მათ აღმოჩენაზე იმუშავებს ნენსი გრეის რომანის კოსმოსური ტელესკოპი, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს. ვიდრე მეცნიერები სამმაგ ვარსკვლავურ სისტემებს აღმოაჩენდნენ, მათ არსებობას არავინ ვარაუდობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ვიპოვეთ, თქვით, კარგი, რატომაც არა. ნენსი გრეის რომანმა შეიძლება ისეთი კატეგორიის სისტემები აღმოაჩინოს, რომელთა შესახებ ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ამბობს ასტრონომი ტამას ბორკოვიცი. მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყლის უდიდეს სხეულს, ჯუჯა პლანეტა ცერერას, შეიძლება ჰქონდეს ქერქი, რომელიც 90% წყლის ყინულისგან შედგება. თუ ასია, უთვალავი კრატერითა და ნაპრალით დაფარულმა ამ ობიექტმა შეიძლება ძალიან ბევრი რამ გვასწავლოს ოკეანური პლანეტების შესახებ, ასევე ისიც, როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ ისინი მთლიანად გაკენვის შემდეგ. ცერერა 1801 წელს აღმოაჩინეს და ზოგჯერ ასტეროიდადაც კი მიიჩნევენ იმ ადგილის გამო, სადაც ის მდებარეობს მზის სისტემაში. თუმცა ის დიდი და საკმარისად სფერულია, რათა ჯუჯა პლანეტად კლასიფიცირდეს. ოღონდ ზომით პლუტონის მხოლოდ ნახევარია. ამავე დროს ის საკმაოდ უცნაურია. წარმოადგენს ერთადერთ ჯუჯა პლანეტას ჩვენს მზის სისტემაში, ნეპტუნის ორბიტის აქეთ. დაწინწყლულია კაშკაშა ლაქებით, რომლებიც შეიძლება მის ზედაპირზე არსებულ ყინულის ვულკანთან მტკიცებულება იყოს. ამრიგად, სავარაუდოა, რომ იქ სულ მცირე გარკვეული ოდენობის წყალია, მაგრამ რამდენი? წინა შეფასებებით, რომლებიც ზედაპირის კრატერირებას ეყრდნობოდა, წყალი მისი მოცულობის 30%-ს უნდა შეადგენდეს. იმიტომ, რომ ზედაპირი წყლის ყინულის რომ ყოფილიყო, მეცნიერთა აზრით ის დროთა განმავლობაში უნდა დეფორმირებულიყო და უფრო გლუვი და თავთხელი გამხდარიყო. 2015 წელს, როდესაც ცერერასთან ნასას ხომალდი დაუნი მივიდა, აღმოაჩინა კარგად გამოკვეთილი კრატერები, რომლებიც შეუსაბამო იყო იმასთან, რის ხილვასაც მეცნიერები ელოდნენ. იმ შემთხვევაში ცერერა რომ ყინულოვანი ყოფილიყო, სწორედ ამის შესაბამისად გაკეთდა მათი შეფასებებიც.